ნაცარქექია. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი, რა იქნებოდა. იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ეს კაცი მთელი დღე იჯდა ბუხართან. ხელში ჯოხი ეჭირა და ნაცარს ქეკდა. სწორედ ამიტომ ხალხმა მას ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ყავდა. ერთ დღეს ნაცარქექიასთან მივიდნენ და უთხრეს: კაცო, სულ რომ ბუხართან ზიხარ, ან ჭამა არ გინდა ან სმა? ადექი გაისარჯე. ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ ჩვენ შენი რჩენის თავი აღარ გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთ. ნაცარქექია ძმების მუქარას ყურადღებას არ აქცევდა. ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორედან გამოუშვებდა. ძმებს მობეზრდათ მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს სახლიდან მართლაც გააგდეს. საგზლავ ერთი გუდა ნაცარი, მახათი და ჭყინტი ყველი გამოუტანეს. ჩვენ სოფელს გაშორდი, ჩვენმა თვალებმა აღარ დაგინახონ თორე ვაი შენი ბრალი. კარგი, ვეცქები რაც შეიძლება შორს წავიდე. უთხრა ნაცარქექიამ და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. ნაცარქექიას შეეშინდა წყალში გასვლის და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა. იქნებ ვილმემ გამოიაროს და გამიყვანოსო. საღამო ხანს მდინარის გაღმა ნაპირიდან ერთი ბაღბაღდევი მიადგა და წყალს ხრეპა დაუწყო. ნაცარქექიამ რომ დაინახა, ჯერ შეეშინდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ომახიანად გასძახა. ჰეი, რომელი ხარ? ახლავე აქ მოდი მხარზე შემისვი და გამიყვანე, ფეხის დასველება მეზარება. დევს ძალიან გაუკვირდა. აქ ჩემი შიშით ძირს ჭიანჭველა არ დადის და ცაში ფრინველი არ დაფრინავს. ეს პატაღა კაცი რა ძალის პატრონია ამას რომ მიბედავსო და გამოსწახა. ვინ ხარ? რა სულიერი და მაგ თავხედობას როგორ მიბედავ? აი შეკინკლავ შენა. რომ არ მებრალებოდე გიჩვენებდი ვინცა ვარ. იცოდე თუ ჭყვით არ იქნები ასეთ თავხედობას მეორე არ გაპატიებ. არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ღონე მაქვს დედამიწას ხელი რომ დავავლო ცაში ავტყორცნი და მტრად ვაქცევ. თუ გინდა შევეჯიბროთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ. ორივე მქვა ავიღოთ, მოუჭიროთ ხელი და ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოს. დევი დათანხმდა. აიღო ქვა, მოუჭირა ხელი, სულ დაფშნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. დაიხარა ნაცარქექია ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა. დევს ისევ გაუკვირდა. ეს ვინ ყოფილაო? აბა ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი. რიყეზე გავიქცეთ, ვინც მეტ მტვერსა და ბუხსა ადენს, ვაშკაციც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროს. გაიქცა დევი. რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწყებინა, მაგრამ მტვერი ვერა და ვერა ადინა. ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრის გუდა, გამოირბინა და თან ნაცარი მიმოფანდა. ისეთი მტვერი და ბუღი დადგა, დევმა ვერაფერი ვეღარ დაინახა. შეშინდა დევი. ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო გაიფიქრა. მორჩილად მივიდა ნაცარქექიასთან და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა გაუბედა და ჰკითხა: ბატონო ნაცარქექიაო, ასეთი ღონის პატრონი მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებით. რაო, მსუბუქიო? შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. მსუბუქად რომ არ ვიჯდე, ერთი ხელით სასარვე კიდებოდა და მთელი ძალით დაგაწვე, ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდა. დევს ეჭვი შეეპარა. ამ ციცქნას ასეთი რა სიმძიმე უნდა კონდესო და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა: აბა დამაწექი, მინდა შენი სიმძიმე გავიგო. ნაცარქექიამ ჩუმად ამოიღო მახატი და დევს კისერზე დააჭირა. დევს ეგონა მთელი ზეცაზე დამაწვაო და შეშინებულმა მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო, ხვეწნა დაუწყო. შენი ჭირიმე, მაპატიე, მეტი სატანა აღარ შემიძლია, ისევ ცას ჩამოეკიდე. მოაშორა ნაცარქექია მახათი
და დევიც ისევ წელში გაიმართა. ბევრი იარეს თუ ცოტა მიადგნენ დევის სახლს. დევმა ნაცარქექია სახლში შეიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ ბუხარი აანთო და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ცომის გუნდა, კეთში გააფტყელა ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა: შენ ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას. მე ტყეში წავალ და ვახშმისთვის ნანადირევსაც მოვიტან. დევი წავიდა. პურს ცალი გვერდი რომ დაებრაწა, ნაცარქექია მიფიქრა: ახლა კი გადაბრუნების დროაო და საკეცით წვალება დაუწყო. წვალებაში კეცი გადმობრუნდა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. იქნებს ნაცარქექია ფეხებს, ოხრავს, ხვნეშის, მაგრამ ვერაფერს გახდა. დაბრუნდა დევის სახლში და ნაცარქექია ასე რომ დაინახა გაკვირვებულმა ჰკითხა: რა დაგემართა? რა უნდა დამმართო და ბრიყო? მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდე. ახლა უკვე კარგად ვარ. მოდი და ამაცალე. დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა. პური გამოცხვა. ნანადირებიც მოხარშეს და მაგიდას შემოუსხდნენ. ვახშმობისას დევმა უცებ დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია ჭერის ფიცარს ჩაეჭიდა და ფართხალი დაიწყო. დევმა აიხედა და ჰკითხა: მანდ რას აკეთებ? რას ვაკეთებ და აი ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო. როგორ გაბედე ჩემთან დაცემინება? ხმერთო, ეს ვინ ყოფილაო? გაოცდა დევი. ამოდენა ფიცარი მეძლივს ავიტანე, ეს წკეპლას ზეძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე, არ დამინდობს და ცოცხალი ვეღარ გადავურჩებიო. დაჰკრა დევმა ფეხი და 900 იქით გადაიხვეწა. დევის სახლკარი და მთელი სიმდიდრე ნაცარქექიას დარჩა. ნაცარქექიამ თავისი ძმებიც იმ სახლში მიიყვანა. გადაულოცა ნაცარქექიამ ძმებს დევის სახლკარი და მთელი სიმდიდრე. თვითონ კი აიღო ისევ ჯოხი, მიუჯდა ბუხარს და ისევ ნაცრის ქექვა დაიწყო. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა და ფქვილი აქა.